Hello guys, მოგესალმებით მეგობრებო, რა ვახართ ხართ მაგრად დაგემოვნეთ ახალი ვიდეოთი, ისევ Steel and Flash 2-ით. რაც პატარა ინფორმაციები მოსწოდებელი. პირველ რიგში რომ ერთი ეპიზოდი რომელიც გადავიღე ამეშალა ჩემ დაუნებურად და მაგიტო იყო წინა ეპიზოდის თუ ნახეთ გადახტომა ძალიან დიდი და რაღაც ეტურები მქონდა ძალიან ბევრი რომი აღებული იყო კონსტანტინოპოლი ავიღეს ისე რომ არ ქონდა მაგის ვიდეო და სინამდვილეში ეგ ვიდეო დავკარგე რა წამეშალა მოიცა გათიშული მოქვს და ინტერნეტი მეთქი ეგ ვიდეო წამეშალა და მაგის გამო მოხდა ეგ ყველაფერი რა ასე ვიდეოს გაეთო ვითამაშე მეგობრებო როცა ძალები აღმედგინა დამესვენა ჩემი მეუღლე, მაგრამ ვინ მათთვის პოლონეთმა გამომიცხადა ომი და მიტევდა და აქეთ თავდაცვაში ვიყავი და მე შეტევაში გადავედი რომ ცოტა დამესუსტებინა და როგორ თქვა მალევე შემძლებოდა რომ უარი რა ზავზე დამეთანხმებინა და რამოდენიმე ტერიტორიაში შემთხვევით ავიღე რა და არ მსურდა მე ახლა მაგ ტერიტორიების აღება არ იყო ჩემი მიზანი ეგა და შემთხვევით ავიღე მაგრამ არა უშავს აი მაგ ომის მერე ავიღე ტერიტორიები ბერგები ბულვერკეთი ავიღე მაგრამ დავკარგე ისევ ნონბელკი თუ რაღაც ავიღეთ აქეთკენ ავიღეთ ერაუნდელი მე მგონი თუ რაღაც ქალაქი და ლონდონს ვიღედით და მე ზავი დავუდე მეტი არაფერ წამერისმევია პოლონეთთვის 2 თუ 3 ტერიტორია წავარდი ეხლა აქ მონღოლები მიტევენ და მაგას დავკარგავთ იმიტომ ჯარი არ მყავს მივიშველო კონსტანტინოპოლს მიტევენ და იმედი არ დავკარგავთ აი აქ დავკარგეთ ასე იგი ეს ქალაქი ფრანგებისგან ფრანგები ხლა აქაც გვიტევენ ძალიან გვიტევენ და რავი ხა შეტევიდან დეფენსში უნდა გადავიდეთ პირველი არმია დაიშალა კი ისინი ჩონს იცავენ რამდენი არიან ძმათან და ეს გააგდეთ რა თქინდათ 1400 რო ხართ 10 აქ ჩიჩონიდან ამაზე წადით მოიცმოთ რა მაგას წადით ვაფშე დეფენსზე და მე ჩამოუყები მაგათ რა აი დეფენსზე წადით აი აქ ანდა ჯერ მოდი ანდა ვაწადით და მერვე არმია სად მიდიოდა მერვე მიდის პორტ კასტელ სეტელმენტზე დასაცავად 450 კაცი ეგ არის მერვე არმია ვალდერს შეტევაზე მინდიან რა შეტევა კაცო დეფენს დააწექი და არა იქ აზრი არ აქვს მაგად გაშვას მაშინ ათაკ და აი ამაზე გავუშვით კასტელო ასე გიუტევს 300 კაცამდე ვერ აიღებენ ეგენი და იმედი ის რამდენიანი ის არმია 700 კაციანი ჩაასწრებს რა წესნა ჩაასწრო პორტქსიას კარგავთ რა და არ არის პრობლემა ტიპი სადმე ვალდერთან არ გინდა სად მიდიხარ რა ვალდერი კი მართალია აქ თქვენი აღებული ტერიტორია გვაქვს კიდე მაგრამ აქ ესენი ეგ არისო ამეებს ახლა მოვხოცავ გზად და ეგ არა 8000 რამდენი გაძლიერდა რა უბედურება აქ ახლა სადაც 200 კაცამდე იქნება არა მგონია მეტი იყვნენ ხო 150 რა 200 კაცამდე საყოფილა მოიტა აქაც შედი მიდი კაცო ტავერნაში შედი და ელიტები რაც ყავს წამოკრიფე შენცა თემერები წამოკრიფე დასიო გაუმაქსეთ ჩვენი არმია რა მაგრამ აღარ არის ელიტები ანუ ისე ყავს ის ელიტები მაგრამ მაშინ რო ფული ყავდა 450 კაცი ელიტები ახსული ახლა არ არის იქნი მაგრამ ცოტა ხანი დამოცადე და ისე დაუბრუნდებით ელიტებს ვარშავას დაარტყეს აი ვარშავას კიდე ვერ აგაღებინებთ
მეგობრებო ვარშავაზე მიდის 280 კაცი. კაი. მერვე არმია იქ არის გაჭედილი. კონსტანტინოპოლს ჯერ კიდე იცავენ, კონსტანტინოპოლთან ჩასასვლელი ვარ რატომღაც, იმიტომ რომ ძალიან რთულ სიტუაციაშია. მოდი არმია ქვევით ჩავალ, ეხლა ჩავყვები და ნენელა ესა. აი აქ მიხედავ რა, მაშინ მეხმარები დეფენსებში გადავალ, იმედია მაგამდე არ დავკარგავთ. ცოტა ნელა კი გადავადგილდებს, მაგრამ როგორც კი ლეველს ავიღებ, სკაუტინგს მომუმატებ, რომ კიდე გავგვეზარდოს. როგორც მახსოვს, სკაუტინგი 40-ზე მაქვს. ხო, და 80 ავიყვან და მოგვემატება კიდე სისწრაფე ცოტათი რა, increase the speed of movement on land on the global map. გვეუბნება რა. ანუ მიწაზე სწრაფად გადავადგილდებით და global map-ს რა, ანუ მეთქი სადმე დაგვარტყეს კიდე. როგორც ჩანს კიდე ერთ ქალაქს დაგვართმევენ ესენი. მე რაცა ეგეთი ბედი რა ეგეთი სახე უჩანს. ყველაფერი ჩადის ზღვაში უფრო სწრაფი ხარ შენ. მონღოლები უკვე აქეთკენს დათარეშობენ, ეგ არ მომწონს. კაია. მაგათ ვინ იღებდა აბა ვნახო, არავინ. კაი. გასადეო ესო შეაჩნდნენ ახლა გაზრდელებულია და ვეღარ აიღებენ ეგრე მარტივად. მონტო აბა აქ რა ხდება? შედი მიეხმარე, შედი. ათას 353 1000-ის წინააღმდეგ რა. კაი აქ ახლა მე უნდა ვიყო ჩაღო რა. კაი მოდი მე ვიბრძოლებ. 50 კაია, 39 კაია, სიზ არ დაუწევ, იმიტომ ჩვენ უფრო მეტი შევალთ კი. სადღაც ეგრე ჩვენ შევალთ 350-მდე, ისინი შევნენ ეგრე 250-მდე რა. თუ 400 შევალთ ვაფშე უკეთესია. არა მგონი 400 კაცი შეგვიშვას. იმიტომ რომ დიდი განსხვავება არ არის რა, ესა რაუდენ მოშორს. 300 კაცით მეტი ვართ უბრალოდ. და ხარისხით გჯობნი ვარ და ეს ბრძოლა მოგებული გოს, მაგრამ დიდ ზიანს მივიღებთ, ატომაც ეგრე მგონია. კაი, თქვენ რა თქმა უნდა დაუშვით მაგას. და წახვალ ჩეტევაზე. ჩემ და საბედნიეროდ, მოიცა. ჩემ და საბედნიეროდ, როგორც დავინახე, ყავს მარტო 1 კატაპულტი, 2 კატაპულტი, 2 კატაპულტი ყავს. მაგ 2 კატაპულტი დიდ ვებს ვერ ვიზავს, ანუ ეს ვერაფერს ვერ ვიზავს. კი ბატონო. ეხლა აი ასე უნდა ვქნათ, თქვენ წახვალთ შეტევაზე. გარეთ უნდა მოხუცოთ ეს არასწორები, ძმა. 4 რონა დააკელი. ჩაქოლეს ტიპებმა. აი ეხლა რომ მივაყარეთ 4 აი გარეთ მაგრა ხუცობთ ამათ. აი ამას უნდა მივუთითო, გაჩერდეს აი აქ, მაგრამ ეხლა ვეტყვი ასე. ესე უნდა მოხოცოთ. აუ მეთქი მტერი. მიდით.
ოპა, კაი ბლომათქილს კი ვაკეთებთო. ამათ დამსახურებითო. არ წამართოთ. ბიჭო, რა ვერ გაარტყი? ძლივს და აუ, ერთი დამიმგრიეს, ერთი და ორი დამიმგრიეს. ეგ აღარ მომწონს. კაი, აბა შემახედე 50-60-99, ეგ აღარ მომწონს. ეგ აღარ მომწონს. ძალიან ბევრი არჩერი უკან დარჩა და მაგის გამო მომიკლეს რა. კატაპულტები რა შვებიან არ მესმის. კატაპულტები. არ ვიცი რა შვებით. კაი ნენა უნდა მოუქაჩოთ ახლა. აუ თქვენ სადღამი დიხართ, ბიჭო, წადით. ახლოს ხო იყავთ კედელთან მისული, ვეღარც არ გიზავდნენ. წადით, კარებიდან შეიჭერით. მოდით ახლა მე არ შემიშვათ პირველი. აი ჩვენება დაიწეს ახლა აქ მუშაობა მაგრათან. არა, გამიშვით. არ მინდა სიკვდილი, გამიშვით. ნახევარი დამაკლეს ამ არასწორებმა ამათ. კაი შედით და მე შემოვა მე. ოპა, 120 კაცი დაუსპაუნდეთ, მალე ჩვენს დაგუსპაუნდება ხალხი. მარა ჯეჯობით კაია, იმიტომ ჩვენ მაგარი ისაკოს რა დონის ხალხი. ელიტები ყავს სულ და ამათ აქვს რავი, დავიდანვე ასეთი ცუდი დონის ხალხი რო ყავთ, უკვე რამეზე ისახება რა. და ძალიან მარტივად ვიგებთ რა კლავთ კიდევაც. ჯერ მოგება არ არის, მაგრამ მოვიგებთ უეჭოზე. შეგიჩინით არის ჩემი ჯარის შესული, უკვე ვეღარც აღარ გუსწრებიან დიდად. კი გიხოცავენ ხალხს, მაგრამ ამათაც ყავთ ელიტები, მაგრამ აი ხა თუდი ისინი ყავს და მე სუდები საერთოდ ჯერჯერობით. ჯერჯერობით კაი ხარ დონის ხალხი. ნახ. ოპ, მოდია. მიდი. ვინ მოკა? ეს არის და ამისი. მოგდი შენ დაგზდებ, რამდენი ხანია? ლიფს რა. დამხმარე ძალა გვინდა და მოდი დროზე. მოდი აქ სალგარდის. ეგრე. აი აქ ჩვენ შევინარჩუნოთ პირველობა, ბიჭებო. აქ ჩვენ შევინარჩუნოთ პირველობა, ბიჭებო.
ბიჭებო, კაია. შენი გამონკლეს. აბა შემახედეთ 87-130-130-133. ანუ კაისა, ანუ უფრო მეცველოდი რა მოკლოდით, მაგრამ მაინც იმაზე მეტი ვარ და მოგებით ვიგებთ. მოდი ჩვენც კაი მომ დავიხოცება. 1-200 კაცანი მინიმუმ მოგვიკვდება რა. ისინი ახლა მოყავთ, ის იქიდან თუ ამოიყვანეთ ხალხი მერე ძალიან მარტივი გახდება. ახლა ერთ მხრიდან რო უტევთ ძალიან ერთხარეს ყავთ მოქცეული თელი არმია და მერე გადაანაწილებენ ჩვენ ხარისხით უფრო კარგად ვართ რა და რავი ძიანოს ვერ გაგვიწევენ. აუ აქ ჩაგიქოდეს ხალხი. არმია სად არის ზოა? მეხლა მოდიან არჩერებიც კაი ბლომად მოდიან. ნარა იმ რაღაცა წითელი ძალიან ბევრი აქტებს და ანუ 800 კაცი ჩვენ კიდე ყოზამნაში მას 500 იყოს. ჯერ კიდე 100 ხო რა მინიმუმ 200 კაცი მოგვიდება, შეიძლება 300-იც ავიდეს. იმედე ჩემი არმიიდან ბევრი არ იქნება. ჩემი პედი არმიიდან რომ გავაგრძელო აქ ქალაქების აღება. გაგაშუროს მოგვიყენია. ყველა რა თქმა უნდა, მაგრამ რამოდენიმე კაი. აი ახლა ჩვენ დავიწყეთ მათი მასიური განადგურება. აი აქ რა ხდება? ძალიან ბევრი წვანი იქნება ახლა ნახეთ კი. ეგა. მაგრამ ახლა იმათ მომდა დახმარება და ისინი გადაგვიგია. აქ იქენ ძალიან ბევრი არჩერი იყენია და ისინი ტვინგურღავენ. აქ უნდა შემოვიჭეთ, მაგრამ მაგის საშუალებას ვინ გაძლევს? იმპეტს უხოცავ თუ არა ეგრევე ახალი მერტით. აქეთკენ ახდება, აქეთკენ ძალიან ბევრი არჩერი ყავთ. აჰა. მე ახლა სანაჩვენების დახმარება არ მოვათ მაგამდე აზრი არ აქვს. ჩვენ არ დავსპაუნდებით. ჩვენ რა მე არ დავსპაუნდები. გავაგრძელო ბრძოლა წესების გარეშე. აქ ჩვენი არჩერები არიან, ხო? კი. მე არ ამოშვებიან. კი, არჩერელი დავენ, აით არჩერი მომკლავ. ჯოჯოვით ახლა კიდე გვიჭირავს რა, ხელები გვიჭირავს რა. ახლა ჩვენია. აქ რა ხდება? აქ გაიძულა, მაგრამ დიდი ხანი ვერ გავწვით. 170 კაცი დაგვისპაუნდა. გავქუსოთ. და პლუს 1 კატაპულტი დასპაუნდა. იმათ 130 კაცი დავსპაუნდათ რა. ანუ 160 ანუ 300 გვასპაუნებს რა ჩათვალეთ. აი ჩემი კატაპულტები რა შვებიანია. გადაერთეთ ხალხს ამ ყველაფერს ესროლის ბავში. ხალხი ხო გიყენიეთ მანდ. აი მედია ხმაღლა არ ილაპარაკებენ. მეზობელი მოვიდა რაღაც საქმეზე და წასვასრულდებით დავასწრებე ეგრევე ვიდეო, მაგრამ მიუტოვებთ კატაპულტები ნახე. კატაპულტები მიუგდიეთ. ჩემი ხარ მეთქი. კილი ამოცეს. აგ მოდით ძალიან შევარდი და ეგრევე მომკლეს. სიცხლე არ მივარგა და მაგის გამო.
მირტყეს და მირტყეს მაქსიმალურად მომწონს. სხვადასხვის ჩვენი შედეგი არ მომწონს, იმიტომ რომ ძალიან ბევრს კარგავთ სადმას კაცამდე ნახე. არა, მაგრამ 300 კაცამდე ავართ, კი, 250-მდე მაინც ავართ. 250 კიდეც ბევრია, ბევრი დანაკარგია. დაჭრილებს ხომ განკურნება ხო უნდა და სადამ ყავს ეგრე. დრო არა მოსდაჭრილები განიკურნენ და მაგის გამო არ მაწყობს მე. ვიღაცები დახტია, ნახე. რადგან არ მანიშნებს ჩემიანია იქ, მაგრამ მოკალით მიგარებო კამოგინე. ლოჟი მეუასე ესე არის, ან ბევრს აკლებს რა. მეორე კიდე სად არია? მოდია. ვინ, საიდან, როგორ, რანაირად? ეს იქნებოდა, სად არის სახوار? აი აქ მახსოვს კატაპულტი ვიქოთ, სად არის? აქ უნდა ედგათ, მაგრამ არ უდგეს, განადგურეს ჩემი მალკით. მაშინ საიდან მოხდა, მაგრამ? სად უდგიათ? იმას საიდან დაგვიმიზნა? მოსაკლავია ძმაათი, იმენა. ანა მოსლა არ დაგეზა რა მანდ. ამ ხელა მოსასვლელი ხო? აი აქედან ნახვიდი რა. დაეწესით ეს ბოლო დასპაუნება, უკვე უნდა მოვუღოთ ბოლო. იქ დამსვლელი მიაღარა, აუვალ შევა პირდაპირ რა. იმიტომ რომ მან ის კატაპულტი ვერ მოგვაწვენს და მეორე მხარეს ვერ მოვიღოს, იქიდან მოვიდი, მაგრამ მეზარება იქ ტრიალი ერთიანობი. კაი. ხოდაშურს ადრე იყო ხო მე ჩემი მემორებს ჩემი არჩეული დრო შეეჭირათ ხოლმე რა. და მაგრე შედიოდნენ რომ ბრძოლის ფერზე. ეხლა არც დამინახია რა. თუ იმის გამო რომ ჩემი პია დროშა არ ამერჩევია. ისე გადლებს დროშას, მაგრამ აბა ამას მოვჩებით, გავალ და შევამოწმოთ მაგას. ორო 100 კაცამდე გვაქვს დანაკარგი. ოპა, ეგ არ მომეწონა. მიაყარეთ 15 კაცი მოკლეს ერთ მომენტში. აქ რა ხდება? გავიბაგეთ. მე თქვენაც მე გავიბაგე. იგი შეიძლება მოხდეს. დამიშუთეთ შემოქმნა მოუღებო.
მონკლეს. აი წესი მიხედავენ ეხლა ბევრნი არიან ჩემები დარჩენილები და ესენი კიდე აღარ არიან. მაგარი აქეთკენ. ეს სხვა დარჩენილი 14 კაცი. აბა აქ თუ არიან ახალ. კი, მაგრამ აქაც ამდგურებენ ჩემები უკვე. აქ არის ერთი დარჩენილი და მაგასაც განადგურებენ. აი ჩვენ ეგ არ მომეწონა. ეგ უნდა გაანადგურონ რა. Swordman N-ია, ხო? Swordman N. ჯერ გაუნადგურებით არჩერ ექსპერტი. ორი კაცი დარჩა. ერთი დარჩა და ეგ იქნება რა, Swordman. კატაპულტზე ვინცეს. იმედია უვარდებიან სასწრაფოდ. თუ არა მე ვუვარდები და გავაფრთხობდნენ სულს. და ძალიან ბევრი ჩემიანი მოკლა რა. და ანუ 600 კაცამდე მოგზიანი მიღებული. ბრავო. ეხლა ვეღარების აღარ კლავს უეჭველი. იმიტომ რომ დისტანციაში არავინ არ არის. აუ, რაც ჯარი მოდიოდა ჩემებიც, რეკრუტერები მოდიოდნენ, ნახე. ჩემი ხალხი ზოგური გაფარშაკებულები მოდიან. ეგა მოკლეს Swordman იყო თქვი. სამას 8 კაცი მოგიკვდა. ბიჭო. 308 კაცი 550 დაიჭრა. 401 მოუკვდა 629 დაეჭრა. მაგრამ ბოლოს მაინც წააგეს. და ამ შემთხვევაში ამაი მოგება არ მაწყობდა. ამ ხელა ზიანით მოგება არ მაწყობდა. 300 კაცი ბევრია. ჩემი პირადი იმედია მაგენი არ დახოცელა. ტყვევი თარყოლია თამად კიდე. აი, კებს შევიდეთ. ჩემი პირადი არმიიდან 59 კაცი გარდაიცვალა. არა, 60, 51 კაცი გარდაიცვალა ჩემი პირადი არმიიდან. 51. დავიყონოთ ეგენი თუ და ეგრია და აქ შევიდეთ ტავერნაში და ელიტები რაც არის ავიყონოთ. ესეც არა 51. 151 კაცი გარდაიცვალა ჩემგან. 151. აი დიზაინი მივიღეთ. და ვერ ვიტან ხოლმე მაგ ხელაზიანს რო ვიღებ რა. სიჯი. არმია შენი follow me. კაი. ჩვენ ახლა დავითვალეთ კოსტანოვა, ხო? მაპზე არ მინდა კაცო, არმიაში შედი. კოსტანოვა აგერ ეს გააუქმე, წავიდნენ დაისვენონ. კოსტანოვა ეს გააუქმე, წავიდნენ დაისვენონ. და ფშოღერ გამიკეთებენ ეგენი. პორტქსიაზეც თქვენ რაც გამიკეთებთ აზე არ. კოსტანოვა აპ. თქვენ defend წადით ეგრევე აი აქ. გაიქეთით კოსტანოვა. დანარჩენები იყავით სადაც ხართ. make peace თუ შემიძლია მონღოლებთან, არა ფრანგებთან შემიძლია. აი იმას დავიცავ და მე გამოგიცხადებთ ფრანგებო მშვიდობას. წარმაწყობს. აუ, 2 იუნიტი გამინადგურა, მაგარასწორმა ნახე. ჩემს გაშეც დაიცვეს? არა, უბრალოდ მიჩვენებს, რომ მაშინ რომ make peace ფრანგებს გამოუცხადოთ მშვიდობა და ეხლა მთლიანად ასე გავაკეთოთ. დამასკოს ვიღაცა უტევს და არ ვიცი ვინ უტევს, იყვნენ ეგრე ვოლვერინსაც უტევს ვიღაცა.
disable გავუკეთოთ, disable გავუკეთოთ. პორტქსიაზე იყოს, აი ეს attack გადავიტანოთ პალანზე. ეგრე მეორე არმია პორტქსიაზე ვერაფერს ეზავერიზავს. ერთი გამოხედა ვარშავას ვინუტევს აიმათ პორტქსიაზე აიღეს და გავეშვოთ ვარშავისკენ. 13,000 რა გაძლიერდა ხალხი. მოდი. Market siege არ გვინდა siege მოდი. შიპი გვინდა. შიპში კიდე აი ეს 25,000-იანი 120,000 გადავიხდი მაგაში. მერე ტავერნაში შევიდე, ტავერნა არ მიშვებს. მარკეტშიც არაფერი გვაქვს, სიჩი კიდე ესა გვაქვს, ხო? კაი, ჯობს ნავი წავიდეთ. ამათ დამიხედეთ, მაგას არ შეუტიოთ, თორე დაგერხებოთ მაგარითან. კონსტანტინოპოლმა მაგრა გაძლო. ბიზანტიელი იმპერია ბესინგ პორტ ერაუნდელისკენ შეიქმნა ახლავე არმია უეჭველი, შეიქმნა 675 კაციანი და გაეშვა პორტ ერაუნდელისკენ. აი დამასკოს ვინ უტევს ერთი გამაგებინეთ, დამასკოს ვინ უტევს? დამასკოს უტევს იმპერია სუნგი? იმედია დაიცავთ რა, დიდი იმპერია. რა დიდიც არა, მაგრამ 400 კაცისთვის დიდი იმპერია. იმედია დამასკოში რამდენი კაცი არის? აქედან ხო შემიძლია ვნახო. 105. თუ მოვასწარი, ჩამოვალ მანდაც მოგეხმარებით. რავი, აგიყვეთ, მე ვერაფერს ვერ გეტყვით. ჩემი მეტი რაფერ შემიძლია დაგეხმაროთ. 150 კაცი რომ ხელაზიანი მივიღეთ, და მაიდან ელიტებით არაუშავს ახლებსაც ავიყვან. კაი ბლომატი გაძლიერდნენ 13,000 გადავიხადე გაძლიერებაში, ანუ კაი ბლომატ გაძლიერდნენ. ჯიდინასთან იმედი ომი არ მოხს, არ მოხს. ბიზანტიას შვიდობა უთხრა, თანხდება მაგაზე. მონღოლები არ თანხდებიან. მონღოლები თანხდებიან, მაგრამ ვოლბერინზე აღარ გვინდა, ვარშავს არავინ არ უტევს. მაშინ ეგარა და ბიზანტიას მივუადეთ რა. ეგრე იმპერიამ სომი დამთავრდი გეხვერწები, შენს გადაგიხდი ბარემ ფულს და ეგ არის. დიპლომატ XP-ს ამას ვერაფერს ვერ გადავხდით. კაი, ეს არმია დაიშალა ვარშავაზე ერთხელ ვოლბერინაზე დაიშალა. დამასკო იყო ყოველ შემთხვევაში დაცვაზე გაუშვით ხო? კი. მან ბინები გვიტევდა, მან ბიზანტია გვიტევდა უეჭველი, ხო? კი, ბიზანტია გვიტევდა და იყვნენ. კაი, დაგვრჩა ეს არმიები. აქედან შეგვიძლია შექმნათ ახლა შედარებით კაი არმიებისგან დანაყოფი და მე თუ რამე დავამატებთ ცუდი არმიებისგანაც რა. გამოვიდა რამდენი? კაია. მეოთხე არმია სად არის ახლა გამაგე? მეოთხე არმია რადგანაც მანდარი და ერთადერთი ვისაც ვებძით ესენი არიან. მეოთხე არმიას მოდი გავუშვებ მამურზე. ეგრე ჯობია. და ჩვენ ვერ შევავთ. ფული აღარ აქვს, 6 უნდა მოვწდა. ტაპურა. კამაგორა შეგუტანი უბრალოდ იმპერიას სონგს უტევს. და ეგ ძალიან მაწყობს რა, და ეს სულთანაცაც უტევს. კამაგორა შეგუტანი მოძლიერება ეგრე ძალიან არ მაწყობს. ამჟამად ჩემი მტერია. აი, პროსტა რაუნდ აქედან რატო გავიმიცხადა აი აქომი. კი, მესვის აგერ ნევეში აქვს აღებული და გამემეზობლები ვართ მაგის გამო, მაგრამ რაზე უნდა გამომიცხდე იმ შორიდან აქ. ან ეს ატომი მიცხადი ხო მონღოლეთი. ტერიტორია არ ქონდა ჩემთან ახლოს. ეს საზღვარიც კი არ ქონდა. პრონტი მესვის ატომას მიცხადე საზღვარი მაქვს.
ვიდეოს სტუდენტსაც ვიდეოს აქ აქვს აღებული და მაგის გამო. ამათი ლოგიკის არ მის 438 ამას ოდის მიაღვიდგენ იმედია სანამ ჩავალ 1-600 კაცამდე მაინც აღვიდგენ ძალებს ბარადგან აქ ვარ აქედან ხო არ გავუყვე მე აქედან ბილდზე დავარტყო ეგრევე რა აქედან გავუყვები ჯობს შენ ყვადრებას არ მოგაქცევ არ შემოგიტევ სანამ შენ არ შემომიტევ ჩემი გეგმა ეგეთია მოხდოს არ მოხდოს ნუ მოხდოს კაი მეგობრებო რომ მივალ დაგიბრუნდებით და შეტევის მომენტიდან გავაგზავნებთ რა დაგიბრუნდით კარს ავიღე მე რაკენ დეფენსი დავიცავე პორტი სკული თუ რაცა და ჰონოზონდელი ჩამოვიდი ახლა ქვევით და ბიტზე სხვა გავუშვი მე აქცენტ წამოვიდი რა მაინტერესებს იცი რატო ხდები ეგრე რა წინაზე მონღოლებს ეხლა გამახსენებ რომ ეხლა ციგე შემოთავაზე დავთანხმდი რომ ომი დროებით აღარ მქონდა 129-ს გადამიხადე ყოველ კვირაო და თუ არ გადამიხდი ომს გამოგიცხადებ რა დავთანხმდი და კარახანი ომი აღარ გამოუცხა მაგრამ მე მაინც გამომიცხადა ომი და ეხლა შემწრა 79-ს გადამიხადე დავთანხმდი და ცოტა ხანი მაგას ომი ეხლა აღარ მექნება მაგრამ ბატო გამომიცხადა წეგან ომი ეგ მაინტერესებს ხო უხვდი რა მაგ ეგა ფული აღარ მქონდა კაკრას და ეხლა ვიშოვით იმედია 64,000 მომიტანა მარტო ეგ ცუდია 29,000 მაედან აქაბა 9 კაცი იყო მარტო და ამდენი გაგვიხდა 752 კაცი იმაზე მეტნი ვართ ვიდრე შეტევამდე ვიყავით კაი წამოეხლა პორტს შევუტიოთ ბიზანტიას ძალები საერთოდ აღარ დარჩა ეხლა ერთი და მე რა ცოტაში ანდა ერთი 700 კაცი მაგას ვინღა შეუტია რა ვიცი ვინ შეუტევდა მაგდეს მე ჩაიშვიდეს ეს ამდენიანი გახდით 1800-იანი 1200 ბევრია 900 კაცი გეყოფათ და 10 წადით მეოთხე არმია ამაზე იმას კიდე მე მიხედავ მე დავიცავ მარტო დავიცავ მე გმირი მეფე იმიტომ ბიზანტია ძალები აღარ აყავს ეხლა და ჯერ შინ დგას მუონი 150 კაცამდე ეგეთ ჩემი პოლარმი აუღიათ თუ რაც ქვია პალერმო აუღია პოლარმი მეთქა პოლარმი კართაგენი აიღე მიდიძვა ინდია დინასტია დეკლარირ იმპერიას სონგ კიდე კაი მეთქი მე გამომიცხადეს ინდია დინასტია სადღა არსებობს просто იმპერიას სონგი რო უცხადებს განადგურდეს რუსეთი განადგურდა სამ ვიდეოს გარეთ დაპაუზებული მქონდა და თამაშობდი მაგ დროს რუსეთი განადგურდა მაგისტრის რამდენი არმია შეიქმნა ჩემს გარეშე 304 გაძლევენ ცოტა ხანს და მე მივალ და მიმეშულები მაგამდე აქ მიმხედავ ამათ მე კონსტანტინოპოლს შევიდეთ ტავერნა ექსპერტი ელიტა ტელეფონი მიჯდება ამიტომ დიდხანს ვეღარ ვიქნებიო სატენოს გამოსატანო წესდი გაძლებს რა 1-5 წუთი მიდი და
შეუტია მას. ავიქიდან დიდი არმით მომადგებოდა, ახლა კამაკურას შეუგუტარა. და აი მაღაზია რა ვქნა, არ ვიცი. მოდი ამათ გარეთვე შევბრძოლები, დიდი არაფერი იყავთ და ტავერნა, აი იყო ნეგეც პარენ. მაკეთელსის, აჰა, 99,000 კაია. ბეგინიმალში ამასავი სიჩი ამასავი ეგ დაცულია წავიდა ეხლა კაგრას ბიტლს აიღებენ ეხლა ისინი იმათაც გაუშვებ და მივიშველებ ჩემ საქმეზე რომ ჩემი საქმე გააკეთდეს და ტერიტორია არ დაკვარგა. ტერიტორიის დაკვარგა ჩათვალეთ ლორდის დაკარგვა არის. რაც რომ ნაკლები ლორდი ყავს, მით რო სუსტ, რაც რომ მეტი ყავს, მით რო ძლიერი ხარ. ეგ და იმახსოვრეთ. ოგა, კაია, ბიტლსი აიღეს, ბიტლსი თუ აიღეს, ეგრევე ვეტყვი დეფენს, არსზე გადავიდნენ. ორთაჰისარა იუქო დასმენი მომუნდათ გასაგებია აქ ბიტლსი ყოფილა გზა ამერია უაცრავად უი კაი გამახსენდა მოიცა საიდან იყო პატარა არმიით მოსულა მარტო მეწი გაუმკლავდებოდი კაი მაშინ ეგრევე ვეტყვი ბიტლს ვინც არ მოსულა attack once მივცემ ეგრევე იქიდან წავიდნენ მიდიება მიდი ოპა 2500 კაცი 700 კაციანი არმია გაუნადგურეთ მინიმალური დანაკარგვით რაც ძალიან კაია მე თუ დამეთანხმებით არ დამეთანხმებით მაგრამ ჩვენი შედეგი მინიმუმ დანაკარგვებით 700 კაცი გავანადგურეთ ტავერნაში შედი რა არ მინდა ეგენი ელიტა ოპა შენღა მაკლი საფრანგეთო რა კაი კეპიციტი არ გვინდას ქვაჩი შევიდეთ და ეს გავუძლიეროთ დიპლომ მეიქფის შევიდეთ და ეგრევე უთხრათ გამოკრა შოგუტას ნახვამდის მერე დიპლომ მეიქფის შევიდეთ და ბიზანტიას ცოტა ხნით ნახვამდის და დიპლომ მეიქფის შევიდეთ და ამასაც უთხრათ ნახვამდის ამასობაში ვოლვერინს ვინ შეუტიაო ვინაო პირატებმა ამათი დიმონტ მეიქვის ნახვამდის არმია პირველი ამბოს უუტევს კაია მეორეც იმას უტევს მესამე იზმირს უტევს მეოთხე ქულონს უტევს ეს იცავს და არ ჭირდება დაცვა დაიშალეთ ამას არ ჭირდება დაცვა დაიშალეთ კაი მეგობრებო დაგემშვიდობებით აქედან შევხვდებით შემდეგ ვიდეოში ახალი ბრძოლებით ახალ საფრანგეთთან და ჩემთან იქნება აი ეს წავართვა მაქსიმალურად ანუ ჩვენი პრობლემა ის არის რომ თავისუფლად ჩემი გავანადგურ რასაც ვიძახის გავაკეთო უბრალოდ პრობლემა ის არის რომ ვუტევ ქვეყანას ამას არ მიტევენ სხვებიც და მიწევს 10 ფრონტზე ერთდროულად ბრძოლა. ეხლა აქეთკენ აღმოსავლეთი მიწევს რომ დაცვით ფრონტი ვაწარმო თავიდან დავიწყე. დაცვით ფრონტზე ვიყავ აღმოსავლეთში.
სამხრეთში შეტევით ფრონტზე ვიყავი და ასევე დაცვით ფრონტზეც ვიყავი და დასავლეთ კიდე ორივე ვიყავი შეტევით და დაცვით ფრონტიც და აღარ შეუულია ამ ადამიანს ამდენი და რა უყო ხა მაგრამ კაი დიდი გავხდით ეს არის ჩვენი ჰოლი რომის იმპერია უდიდესი იმპერია ჯერჯერობით ჰოლი რომის ისტორიაში ამ თამაში კაი მეგობრებო შევხვდებით შემდეგ ვიდეოში აბაჰე დაბაჰო ნახვამდის რა ტელეფონს დავტენით და დღეს ვეგადაგებ კიდე ერთ ეპიზოდს peace